მოგესალმებით. მივესალმები გარეჯელებს, დედოფლის წყაროელებს, სიღნაღელებს, გურჯაანელებს, ლაგოდეხელებს, ყვარელს, ახმეტას და მივესალმები რა თქმა უნდა თელავს. დღეს ჩვენ შეკრებილი ვართ დიდი ქართველი მეფის სატახტო ქალაქში, მისი ძეგლის ქვეშ და მისი ნათელი ხსოვნა რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენთაგანს გულს გვიმაგრებს. გილოცავთ ალავერდობას, ეს საქართველოს დიდი დღესასწაულია და დღეს ჩვენ კახეთი, ეს ძლიერი კერდმაგარი მხარე საქართველოსი თავის ჭირნახულით მდიდარი ეგებება ქართულ ოცნებას, ეგებება შვიდობის და განვითარების პარტიას. მაშა საქართველო ერთად მრავალჟამიერ წინ საქართველოს ერთიანობისათვის და გამარჯვებისათვის. ეხლა კი ხოლ ჩვენი მხარის ღირსეულ შვილს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით ჩემო გახელებო, მივესალმები ჩემს მშობლიურ მხარეს, ჩემს მშობლიურ ხალხს, მივესალმები ძალიან მაგარ ქართველებს, ნამდვილ მებრძოლ და უღალატო ხალხს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს და თანამებრძოლებს. თურფასო მეგობრებო, უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა. ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. მაგრამ რა თქმა უნდა, თავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა ჩვენი პარტიის დამფუძნების და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. წლის 1 ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი. ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის შახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების სამებად ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა. რაც მთავარია, ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც არის უპატიებელი ღალატი ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებაზე, კეთილდღეობაზე. ყველაფერს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება. სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირის და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა, მეგობრებო, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს. რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ. გასული 12 წლის მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ჩვენ წარმატებით ავიცვეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები. გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა სწორედ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. ქართული ოცნების მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება. ისტორიულ მინიმუმზე ორივე მაჩვენებული. შეიქმნა 200,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი. რაც მთავარია, გვაქვს თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. რაც არასდროს არც ერთი მმართველის დროს არ ქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი. უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება. ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს საკუთარი შვილების მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რაც გარანტირებულად მოიტანს განვითარებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას, თქვენი შვილებისთვის ნამდვილ ევროპულ მომავალს. თუ სურს ისევ ნახოთ ომი და ქაოსი, განუკითხაობა, საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების ომში გაგზავნა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე ოპოზიცია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ახალი პარტიები და კოალიციები პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად. ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც დაანგრევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ითხოვდნენ მათ მიერვე ნახსენები მეორე ფრონტის გახსნას, ანუ ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევას. და დღეს ეს ბოროტება ცდილობს ხალხის მოტყუების გზით და ცრუ დაპირებებით ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას. და მათი მოსვლა ნიშნავს ომის დაწყებას და ქვეყნის დანგრევას. ამიტომ მეგობრებო, დღეს არჩევანი ძალიან მარტივია. ერთხარეს დგას ქართული ოცნება სტაბილური განვითარებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური ზრდითა და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით. მეორე მხარეს კი ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მთელი მის სატელიტი პარტიებით, კოალიციებით, აგენტურით, მედია საშუალებებით და NGO-ებით, საკუთარი ლობისტებითა და უცხოელი პატრონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მზად არიან გაწირონ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა და შეასრულონ ნებისმიერი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ასეთი მარტივი არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ომს შორის მართლაც არასდროს ქონია. და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ახლაც ისეთივე ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს. მადლობა. ვიფასო მეგობრებო, 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. მე მჯერა ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარემტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა. ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა. ქართველი ერის სურვილია ტრადიციული ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა. დიახ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სულა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით. გაუმარჯოს კახეს და კახელებს. გაუმარჯოს მეფე ერეკლეს. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. ჩვენს ერთად გომას და ჩვენ ბრძოლას გაუმარჯოს. 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ღმერთი იყო ჩვენი ფარველი. მადლობა. მეგობრებო, თქვენს წინაშე წარდგომას თხო ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ადამიანს,
ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, ჩვენი დედაქალაქის თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს. გქონდ ბატონო. მოგესალმებით, მეგობრებო. მიხარია რომ ამდენ გულანთებულ თანამებრძოლს ხედავ. მივესალმები თელავს, მივესალმები გურჯანს, ახმეტას, დედოფლის წყაროს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, სიღნაღს, ყვარელს. მივესალმები მთელ საქართველოს, კახეთის ამ უძველესი ქალაქიდან, სადაც მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებოდნენ და მოყვარეს მოყრულად. კახეთის რეგიონს მუდამ განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე მრეწველობის, კულტურის, მწიგნობრის კუთხით. რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა გადაარჩინა ეს მხარე უამრავი შემოსევებისგან, აურაცხელი მტრისგან. აქ აღმართულ უდიდეს სალოცავებში დღესაც პირველ რიგში საქართველოს კეთილდღეობაზე და შვიდობაზე ლოცულობს ჩვენი მოსახლეობა, რადგან შვიდობა არის განვითარების, სტაბილურობისა და წინსვლის გარანტი ქვეყნისთვისა და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მეგობრებო, ჩვენი არჩევანი დღესაც ქვეყნის გადარჩენაა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენი რწმენის და ტრადიციების ხელშეუხებლობა, საქართველოს განთლიანება, რაც ყველა თითოეული ქართველის ქართული ოცნებაა. ეს ბრძოლა არ არის მარტივი, რადგან იგი არ ემყარება არანაირ სამართლიანობას. სამწუხაროდ დღეს თეთრზე გვეუბნებიან შავიაო. აქვთ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. როდესაც ამ ყველაფერს არ ეთანხმები, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზა ლიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. რეალურად ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების გლობალური ინტერესებია, რომელსაც ვერ და არ შევწირავთ საქართველოს ინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლება, ეს არასდროს არ მოხდება. ყოველთვის დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ხალხის ინტერესს პირველ რიგში. გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ ქართულ ოცნებაზე და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის მშვიდობიან განვითარების კურსს. უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კონკრეტულ განცხადებებში, არაფრის მთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში, აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახანს ვიხილეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არაფერი და ვერაფერი ვერ უშველის. რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ბოროტება ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს. ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი, მეგობრებო, და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი სიმართლე გაგვაჩნია. სიმართლე კი მხოლოდ ერთია. ჩვენ არ ვებრძვით არავის. მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს, მაგრამ პირველი და
უპირველესი, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი სამშობლო, საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურით და ისტორიით, რითაც ამაყობს თითეული ღირსეული ქართველი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი აბარია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოთ ამ ქვეყნის მომავალი და არა გარე ჩარევებით. და ვიღაცას მოუნდეს მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს არა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ, არამედ პირველ რიგში ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს. გავერთიანდეთ ქვეყნის სიყვარულით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ჩვენი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გადის. გაუმარჯოს გამარჯვებულ საქართველოს, გაუმარჯოს კახეთს, გაუმარჯოს კახელებს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. მეგობრებო, მინდა ჩვენ ტრიბუნასთან მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ყოველ დღიურ შრომაში არის ჩვენი პარტიის წარმატებისთვის გაწეულ საქმეში. და რა თქმა უნდა, არის ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების ლიდერი. სცენაზე ვთხოვ ჩვენი პარტიის აღმასრულებელ მდივანს ბატონ მამუკა მდინარაძეს. მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმებით დავით სონღულაშვილს, კიდევ ერთხელ ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში. ამ გასაოცარი კუთხის კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა გამოთქმით და ხაზგასმით გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი უდიდესი კახელი, ქართველი კაცის ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან. მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვარ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც. ყველამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ჩვენ ქართული ოცნება და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწილ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი, ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქეს სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 25% ამ ქვეყანაში
სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით ჯერა, რომ ნებისმიერი ქართული ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-მდე აქვს ოკუპირებული. არა და ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს, საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა? რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას? რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან? ასე რატომ წვალობენ? პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა. მათი დავალება გაყიდონ და სხვის ინტერესებს შეწირონ საკუთარი სამშობლო. რის საშუალებას არასდროს მივცემთ ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ, ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას, ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ ორ ფეხზე, მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით. 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი. მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო, ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გავმარ? 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 და კიდევ ერთხელ, ჩვენ საქართველოს ქართულ ოცნებას და მის ახდენას გავმარ? ძალიან დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, ქართული პოლიტიკა ჩვენი პარტიით ნამდვილად არის მდიდარი და ჩვენ პარტიას შეუძლია მართლაც რეალური ლიდერების წარმოჩენა. დღეს მე მინდა აქ თქვენ წინაშე მოვიწვიო მართლაც გამორჩეული კაცი, რომელმაც სულ მოკლე ხანში შეძლო რეალურ ლიდერად ჩამოყალიბება ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს თხოვს სცენაზე. მოგესალმები, ჩემო კახეთო, შიდა, გარე, გაგმაკახელებო, ჩემო ქიზიყელებო, თუშებო, ჩვენო ქისტებო, აზერბაიჯანლებო, გილოცავთ ალავერდობას. დღეს, რომელიც ყველა ერის და სარწმუნოების ადამიანს ერთი ტაძრის ეზოში აერთიანებს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის, სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს. მხარეში, რომლის მისადგომები ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით არის შემომტკიცებული, ხორნაბუჯიდან კვეტერამდე, უჯარმიდან გრემამდე, ბახტრიონიდან ომალომდე. მხარეში, რომელიც მტერმა ერეკლე მეფის იარებივით უთვალავჯერ დასერა, მაგრამ ვერცლია და დღესაც დგას ამაყად და ღირსეულად. დგას როგორც ალავერდი, ბოდბე, ნეკრესი, იყალთო და დავითგარეჯი.
მეგობრებო, დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა. ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ჩვენი იდენტობით, ტრადიციებით და ინტერესებით გავხდებით ევროპელ ხალხთა ერთობის ნაწილი, თუ ამ ყველაფერს ევროპის კართან დავტოვებთ და ისე შევერევით ამ ერთობას. ჩვენით ვიმიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნებასრულზე ვიქნებით დამოკიდებული. გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან შინაურები და გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგეტანებინა. ომის შავთეთრი რეალობა დაგვებრუნებინა. ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი ისტორიის სწორ მხარეს დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა სახელმძღვანელობს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორია ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომას შეაფასებდა. მაშინ ჩვენს მტერმოყვარეთ არჩევებს არ დაუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ ქართველ ხალხს. წარმოიდგინეთ იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე ახვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს ის ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავთეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენ შვილებს, რატომ დაუგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრება წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? დღევანდელი ოპოზიცია? ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა. თუ მათი გარე მეგობრები ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენ საომარს სხვა არავინ იომებს და რომ ჩვენს მისახეთს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლება ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს, გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას. მეგობრებო, საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქცოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამეობრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ მართლმადიდებლობისთვის წამებული კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა. ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ სხვებთან ერთად თავად გვხვდით და ვიცავდით ევროპას. დღესაც ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვო შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერ გარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა ურთიერთ შესწავლის, ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ მიღების და არა შერწყმის და ჩაკარგვის. მეგობრებო, ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესიცხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და მსიდიადეს, როგორც ერთხმა გამოკლებული კახური მრავალჟამიერი. ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას. ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე,
ამიტომ წაგვიპილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხოს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან, სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ, რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ, რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ ერთ ქართულ ლაშქრად შევიკრათ, არა ხმლით, არამედ ხმით, იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება. გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს, ალავერდის და წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს კახეთს და მთლიან საქართველოს. მეგობრებო, ჩვენ ქვეყანას ხავს თავისი სიმტკიცით, თავისი ცოდნით და სიბრძნით გამორჩეული ადამიანი. მივესალმოთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. კახელებო, გილოცავთ ალავერდობას, ალავერდის მადლი ფარავდეს კახეთს და სრულიად საქართველოს. კახეთი არის ჩვენი ქვეყნის ულამაზეს მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის. და შესაბამისად, თქვენ არავისგან გესწავლებათ, არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი. კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მშობლიური მხარე. ილია ჭავჭავაძემ საქართველოს თვითყოფადობის არსის 3 სიტყვით გამოხატა: მამული, ენა და სარწმუნოება. და მან თითოეულ ქართველ სამშობლოსთვის თავდადების გამორჩეული მაგალითი მოგცა. კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე. ერეკლე მეორემ ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყნის თვითყოფადობის და ქრისტიანული სარწმუნოების წრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ ჩვენი ვალია ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და მიზნით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში თბილისში ძალიან მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსას და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას. კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთესიან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს ვაზის მოლა და მორთხილება. ამიტომ კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და ეშრომო შენი სამშობლოს თვითყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად. 2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი ყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმა თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების კვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც თავარი ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20%-ის ჩვენი ისტორიული მხარეების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა დაუჭდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. 2012 წელს
კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საბატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს. სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია. წარსულ შევაბარეთ ადამიანის კვლელობის, წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა. 2.5-ჯერ შევამცირეთ პატიმრების რაოდენობა ციხეებში და 10-ჯერ შევამცირეთ პატიმრების სიკვდილიანობა. აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია. ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 8.5 მილიარდი ლარიდან 30.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი. ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დახმარების პაკეტი. რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები. რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71.5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა, 680.000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ქონია. და ამ ყველაფერთან ერთად საბოტაჟის და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა და კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარეთ ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი, ისე როგორც სრულიად საქართველო, აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. 26 არის ჩვენი დღე, 51 არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. დიდი მადლობა. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის ისტორია ყოველთვის იყო გამორჩეული იმით, რომ ძველბედობის გადასალახავად და ქვეყნის განვითარების გზაზე დასაყენებლად უფალი და ერი წარმოაჩენდა თავის ღირსეულ მამულიშვილებს, ერის კაცს და მე მინდა დღეს ვთხოვო სიტყვით მოგმართოს ჩვენი პარტიის დაფუძნებელმა, ღირსეულმა ერის კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მოგესალმებით, კახელებო. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმებით ელავს, გურჯანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, დედოფლის წყაროს. მივესალმები აქ ცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს. მივესალმები პანკისელ ქისტებს, ჩვენს აზერბაიჯანელებს, ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, ყაბალელებს.
მივესალმები კახეთის მიწაზე მცხოვრებ ჩვენ სომხებს. მოგესალმებით პატარა კახის დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს. კახეთი ჩვენი ქვეყნის ეს დალოცული კუთხე საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც. საუკუნეების განმავლობაში ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნად ბედად და თქვენს პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას. გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალს და სარწმუნოებას. დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია. ისტორიულმა ქართეხილებმა კახელებს მებრძოლის სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ. მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით. კახური მრავალჟამიერივით ზარღვიან ღირსეულ ქალებად და კაცებად. მამული ენა სარწმუნოება. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით? რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას მიუძღვნა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც წესით ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა უცხოელ პატრონებთან ერთად ისინი პირიქით მოქმედებდნენ. ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები. ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორის, ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია. თანაც ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია, სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში გაუთავებელი ომების ქარცერცხში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა, ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. თუკი კახელი და ზოგადად ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მის იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობის სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს. შეუძლებელი არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთელი ხელით გაეჩეხა. და აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი გონებით კი უსამშობლო ნაციონალური მოძრაობა მოევლინებოდა. ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მოხდარიყო, რომ ქართველ კაცს მით უმეტეს კახელს ვაზის მობაზე აიღო ხელი, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ გაცილებით უარესით შეძლო. ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს. უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისია, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა. ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიანის დასკვანაზე დათანხმებით საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა. დღეს არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში ხილებას. ამ დანაშაულის უგულოყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაემართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღნიშნე,
როგორც აღნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ხოლო, როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება. სწორედ ამიტომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გააძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება. გარდა ამისა, უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე, საკუთარ მოქალაქეების წამებასა და კვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა რომ მოჯადოებულ ჩაკეტულ წრეზე აღარ გავაგზავნოთ სიარული. დღეს ყველა თვალნათლივ ხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ადარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისთვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე. ამის პატიება როგორ შეიძლება ამაზე საკადრის პასუხი არ მოუთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვევაა. ჩვენი ხელისუფლება კი თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვებთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არც ერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი. რადგან ნიჭიერ გამჯერ ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება. მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად უწყობთ ხელს. თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა. თველი შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის, რომ ერთად ვავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცული ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება გვაქვს, გააჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო მოსავალია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ჩაუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოუარეთ, დიდით და მის შედეგებს კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით დღეს საკუთარ თავზე ვიმკით. ამ ყველაფერს ჩვენი შრომით ერთად მივახციეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენთაგანმა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს. ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდოღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც
ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად. ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც. კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო. თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აგენტებისა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს საქართველოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება პირველ რიგში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ქართული ოცნების გუნდს გვაქვს საუბარი, რომ საჭირო მომენტში ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგცემს ავიხსნილოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება. კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო. დასასრულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში. მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ. თუმცა, ნურავინი ფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას. პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს. სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტია, როგორც დღემდე შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება. თქვენი კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. სადაც ქუდზე კაცი გამოხვალთ და უალტერნატიულ არჩევანს გააკეთებთ. ომსა და მშვიდობას, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასახონ. კახელები პირდაპირ ხალხი ხართ. მოგიბული საუბარი არ გეყვართ. ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით. 26 ოქტომბერს ქართულ ოცნებას უნდა დავიჭიროთ მხარი. წამს რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენ საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. მრავალჟანიერის მოდელს ჩვენი კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. საქართველოს